მოგესალმებით. დღეს ჩვენ ისევ შევეხებით control panels და გავავლით მის კონკრეტულ ფუნქციონალს. პირველ შევედით control panel-ში. დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ მის ერთ-ერთი ჩანათი user accounts. შევიდეთ მაშინ. რას გულისხმობს user accounts? ვიცით რომ ოპერაციული სისტემას ჩაატვირთვისას უნდა ჩავიტვირთოთ რაღაც user-ით და დღეს ვისაუბრებთ მის setting-ებზე, გამართვაზე, სხვადასხვა ფუნქციონალებზე და ასე შემდეგ. როდესაც შევდივართ, პირველ რიგში ვხედავთ რომ მარჯვნივ არის home სახელად home user-ი, ადმინისტრატორი ტიპის უფლებით ეს ჩემი user-ია. რას ვთავაზობთ გვერდზე ჩამონათვალე. პირველ რიგში წერია create a password for your account, ანუ შევქმნათ პაროლი ჩვენი account-ისთვის. გეტყვით რომ მე არ ვიყენებ პაროლს, ამიტომ თავაზობთ მას. სხვა შემთხვევაში იქნებოდა change a password for your account, ანუ შეცვალე პაროლი. როდესაც შევდივართ აქ, ჩვენ შეგვიძლია აქ ავგრიფოთ პაროლი, რაღაც. შემდეგ უნდა შევიყვანოთ password-ის hint-ი, ანუ პატარა სიტყვა იქნება თუ რაღაც მონაკვეთი, რომლითაც ჩვენ შევძლებ პაროლის აღდგენას იმ შემთხვევაში თუ პაროლი დაგვავიწყდება. შემდეგ ვაწერთ create password და პაროლი კეთია. მოდით ახლა მე ამას არ გავაკეთებ, ვინაიდან არ მინდა რომ პაროლი იყოს დაცული ჩემი user-ით. შემდეგი რაც არის change your picture. შევდივართ მასში და Windows-ი გთავაზობს თვითონ სხვადასხვა სურათებს. მოდით შევცვალოთ, დავაყენოთ ეს change picture. სურათი შეიცვლება. სტარტში დააკვირდით რომ ეს user-ი აი აქ ჩანს. user-ის სურათი. შემდეგი რაც გვაქვს არის change account name-ი, ანუ home-ის მაგივრად შემიძლია დავაწერო ბექა. change name და ჩემი user-ის სახელი გახდა ბექა. გვაქვს account-ის ტიპი, მე ვარ ადმინისტრატორი შესული, შეგვიძლია გავაკეთო სტანდარტული user-ი და გვაქვს აგრეთვე manage another account, ანუ ახალი account-ის დამატება ვთქვათ, ზოგადად მართვა. როდესაც შევედით მასში, ვხედავთ რომ მარცხნივ არჩეულია ჩემი account-ი და გვაქვს აგრეთვე guest-ის account-ი, რომელიც შეგვიძლია გავააქტიუროთ turn-on. როდესაც ჩაიტვირთება Windows-ი, ჩვენ შემოგთავაზებს შევიდე ჩემი user-ით თუ guest-ით ანუ სტომის user-ით, რომელიც შეზღუდული უფლებებით სარგებლობს რა თქმა უნდა. აქ გვაქვს create a new account, სადაც შეგვიძლია ჩავწეროთ სახელი, მაგალითად ეს იყოს test-ი, იყოს სტანდარტული user-ი, create account და test-ი შექმნილია. მოდით მას შევუცვალოთ სახელი, მას რაღაც დავარქვათ. როგორც ხედავთ, ისე მარტივად ხდება მისი მომართვა. შეგვიძლია აქ შევუცვალოთ სურათი, როგორც წევა და ასე შემდეგ. აქ შეგვიძლია შევცვალოთ user-ის კონტროლის მექანიზმი, ანუ მისი უფლებები. აი წავიკითხოთ კონკრეტულად რა წერია. ეს არის პრინციპში სკალა, რომელთაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ user-ის უფლებების დონე და იმის მიხედვით რაც უფრო ქვევით არის დაწეული ეს პატარა ღილაკი, მით უფრო უფლებამოსილია ჩვენი user-ი. პრინციპში სულ ეს იყო რაც მე მინდოდა ზედა დონეზე მეთქვა თქვენთვის user-ებთან მუშაობაში. მომავალ შეხვედრამდე.